არავინ არ ველოდებით რომ ქართლში სადღაც მცხეთასთან ახლოს იქნება აი ამ ხელა რომაული ცივილიზაციის ნაკვალევი, მთელი სასახლეები, აუზები და აბანოები. მაშინდელ ლიბერიაში პირველ-მეორე საუკუნეებში ძალისა მართლაც რაღაც ძლიერი ადგილი იყო და ქალაქად იწოდება ისეთ ცნობილ გეოგრაფოსა და ფილოსოფოსა, როგორც არის პტოლემაიოსი. ეს არის ტიპიურად რომაული აბანო. ხო, აი კერამიკული მშვენივრად შემორჩენილი გასაცხელებლები, რომელზეც ზემოდან იყო გადაფარებული იატაკი და ეს აცხელებდა თვითონ წყალსაც. იყო სპეციალური ცეცხლის დასანთები ადგილი და იქიდან უკვე შემოდიოდა სიცხე და ესენი ხურდებოდა და ამითი ხდებოდა გათბობა. ფაქტიურად ამისი მთავარი რაც აქ აშენდა არის ეს სასახლე. სადღაც 20 ოთახის შემცველობის და პატარა აბანოსი. ჩემთვის ეს არის აი ერთი ადამიანის რეზიდენცია. დიდი რეზიდენცია, რომელიც ძალიან სერიოზული ან პოლიტიკოსი იყო, ან მიწათმფლობელი იყო, არ ვიცით. არსებობს ასევე უზარმაზარი მასალა იმისთვის, რომ თქვათ, რომ საქართველო და რომის იმპერია იყვნენ დაკავშირებულები.